ეთერშია გადაცემა გენდერი და საზოგადოება. გადაცემა მზადდება პროექტის თემთა მობილიზება ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრისთვის ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ ევროკავშირის დაფინანსებით, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან პარტნიორობით. პროექტის მიზანია პანკისის ხეობის მოსახლეობის ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების და ლტოლვილების ცნობიერების ამაღლება ქალთა წინააღმდეგ მიმართულ ძალადობასთან დაკავშირებული პრობლემატიკის შესახებ. მოგესალმებით, პირველ რიგში მე ელიკა საკაშვილი ვარ, ჟურნალისტი. გასულ კვირას გაერო შტაბ-ბინაში სპეციალურად არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის შეხვედრა გაიმართა, სადაც საქართველოდან ქალთა თემებზე და პრობლემებზე მომუშავე ორგანიზაციებმა კომიტეტს ქვეყანაში ქალთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარუდგინეს. ამ კომიტეტს ანგარიში წარუდგინა ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა. დღეს ჩვენი სტუმრები არიან ელენე რუსეცკი, რომელიც პირადად ესწრებოდა კომიტეტის ხდომას და პირადად წარუდგინა ეს ანგარიში კომიტეტის წევრებს და მარიამ რობიტაშვილი, რომელიც ასევე ქალთა საინფორმაციო ცენტრს წარმოადგენს. ქალბატონო ელენე, პირველი კითხვა თქვენთან მოგვს დასაწყისში, აი მსმენელს რომ უთხრათ, რა შეხვედრა იყო ეს, ჩვენ ვიხილეთ მაგალითად აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელთა მთელი სია ძალიან დიდი, რომლებიც მიდიოდნენ ამ კომიტეტზე მოხსენებით და ვიცით რომ უნდა ესაუბრათ ქალთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ და წარედგენთ ანგარიში თუ რა გაკეთდა ქვეყანაში, მაგრამ მედიამ არ თუ ისე აქტიურად და სიღრმისეულად არ გაუშვქებია ეს საკითხი. ანუ დასაწყისში მსმენელს რა უთხრათ, რა შეხვედრა იყო ეს, რა მნიშვნელობის და რაზე ისაუბრეთ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ისე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებმა. დიდი მადლობა პირველ რიგში. ეს საკმაოდ მაღალი დონის შეხვედრაა და ეხება სიდო კონვენციის, ანუ ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კონვენციის შესრულების ანგარიშს. ამ კონვენციას საქართველომ 1994 წელს მოახდინა რატიფიცირება კონვენციის, იქ გახდა სავალდებულო დოკუმენტი და შესაბამისად სახელმწიფომ 4 წელიწადში ერთხელ უნდა წარუდგინოს გაეროს თავისი ანგარიში შესრულების თუ რა განახორციელა ამ კონვენციის აღსრულებისთვის. შესაბამისად არასამთავრობო ორგანიზაციებსაც ეძლევათ საშუალება, რომ ალტერნატიული ანგარიში, ეგრეთ წოდებული ჩრდილოვანი ანგარიში წარადგინონ გაეროში და აი ამ ორი ანგარიშის საფუძველზე შემდგომ გაერო აძლევს სახელმწიფოს რეკომენდაციას თუ რა უნდა განახორციელოს და გაუმჯობესოს გენდერული პოლიტიკის და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრისთვის ქვეყანაში. თუმცა აი ბოლო ანგარიში დაემატა კიდე ის შესაძლებლობა, რომ გაეროს აგენტოები წარადგენენ ანგარიშს, ესეც არის ალტერნატიული დახურული ან კონფიდენციალური ანგარიში და ასევე ომბუდსმენს აქვს საშუალება, რომ წარადგინოს თავისი ანგარიში. აი ყველა ანგარიშის საფუძველზე გაეროს კომიტეტის წევრები ეცნობიან ალტერნატიურ ანგარიშებს და იმის საფუძველზე შემდგომ ოფიციალურ მოხსენების შემდეგ, როდესაც სახელმწიფო წარადგენს ოფიციალურ მოხსენებას, სვამენ კითხვებს იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რაც ხდება. სწორედ ამისით ვიყავით წასული მე და მარიამიც ამ გაეროს კონფერენციაზე და წარმოადგინეთ ალტერნატიული, ეგრეთ წოდებული ჩრდილოვანი ანგარიში, გაგზავნილი იყო წინასწარ ჩვენი ანგარიში, რომელიც აერთიანებდა არა მარტო ჩვენი ორგანიზაციის, არამედ 13 ორგანიზაციას და 2 ქსელს ქალთა ქსელის, ასე ვთქვათ, რეკომენდაციებს. ეს ღონისძიება ძირითადად 2 დღე გრძელდებოდა. პირველი დღე იყო უფრო არასამთავრობო სექტორთან. 7 ივლისი. დიახ, 7 ივლისი იყო არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობის შესაძლებლობა და ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ დახურულ კარს მიღმა კონფიდენციალურად გვესაუბრა კომიტეტის წევრებთან იმ გამოწვევებზე, რაც საქართველოში არის გენდერული თანასწორობის და ქალთა უფლებების და ქალთა დისკრიმინაციის კუთხით. ასევე იგივე გააკეთა გაეროს წარმომადგენელმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა თამარ საბედაშვილმა და შემდგომ უკვე მეორე დღეს ჩვენს მთავრობამ წარადგინა ანგარიში, სადაც კომიტეტმა დაუსვა კითხვებს. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ის მომენტი, რომ წლევანდელი დასწრება სახელმწიფოს მხრიდან იყო ძალიან წარმომადგენლობითი, რაც წინა წლებში არ ყოფილა, ანუ წინა სიდო კონვენციის ანგარიშის განხილვაზე ერთი წარმომადგენელი იყო პარლამენტიდან, ხოლო ამ შემთხვევაში დაახლოებით 30 კაცის შემადგენლობით იყო წარმოდგენილი სახელმწიფო, რომელსაც ვიცე-სპიკერი გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელი მანნა კობახიძე ხელმძღვანელობდა.
და საკმაოდ ვრცელი ანგარიში წარადგინა ქვეყანა. მარიამ, თქვენც მონაწილეობდით 7 ივლის უშუალოდ ესწრებოდით ამ შეხვედრას, რომელიც კომიტეტის წევრებთან გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაციამ და კონკრეტულად კი ქალთა საინფორმაციო ცენტრმა. რაზე გაამახვილა ყურადღება, რა ძირითადი პრობლემები გამოყავით, რაც არსებობს ქალთა უფლებებთან მიმართებაში ჩვენს ქვეყანაში და რამე კითხვები თუ დაისვა კომიტეტის წევრების მხრიდან თქვენი მისამართით. ანგარიში, რომელიც გაიგზავნა თავის მხრივ იყო უფრო ფართო, ყოვლის მომცველი ბევრ თემას აერთიანებდა ალტერნატიული ანგარიში, მაგრამ თვითონ შეხვედრის დრო იყო შეზღუდული და შესაბამისად ძალიან რთული იყო, რომ ყველა თემა დაგვეფარა. თუნდაც ეს არაფორმალური და დახურული შეხვედრის დროც იყო შეზღუდული და ძირითადად ყურადღება გავამახვილეთ იმ საკითხებზე, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია, რომ არის ყველაზე მნიშვნელოვანი და არის სერიოზული გამოწვევა დღეს ქვეყნისთვის. აქცენტი გავაკეთეთ ინსტიტუციურ მექანიზმზე აღმასრულებელ შტოში, საკანონმდებლო ხელისუფლებაში და ადგილობრივ დონეზე, ასევე ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობაზე და ზოგადად ქალთა მონაწილეობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესებში და ამ მიმართულებით განსაკუთრებით აქცენტი გავაკეთეთ ქალების მონაწილეობაზე მშვიდობის მშენებლობის პროცესებში, ასევე ვისაუბრეთ ოჯახში ძალადობის საკითხებზე და ზოგადად ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით არსებულ გამოწვევებზე ქვეყანაში, ასევე ქალთა შრომით უფლებებზე და ამ სფეროში არსებულ რეგულაციებზე, ცვლილებებზე. ძირითადად ესე იგი სამთავრობო ანგარიში უფრო ასახავდა იმ პროგრესს, რაც ქვეყანამ განიცადა და გაიარა ამ წლების განმავლობაში, თუმცა გამომდინარე ისევ იქიდან, რომ ჩვენი დრო იყო ძალიან შეზღუდული, ჩვენ ვეცადეთ, რომ უფრო მეტი აქცენტი გქონოდა გამოწვევებზე და ანუ ეს იყო ის ძირითადი საკითხები, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ. შემდგომ რა თქმა უნდა დაისვა ძალიან ბევრი კითხვა კომიტეტის წევრების მხრიდან, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მოწყვლად ჯგუფებზე, დაისვა ძალიან ბევრი კითხვა. ეს იყო იძულებით გადაადგილებული პირები, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობა, პატიმარი ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები და ანუ აი ეს თემები იყო, რაც ყველაზე მეტად მათ აინტერესებდა და მე უკვე მეორე დღეს როგორც ვნახეთ, ეს თემები იყო ზუსტად ანუ ის საკითხები, რომელიც ჩვენთან იყო აქტუალური და ჩვენთან ისმებოდა კითხვების სახით, შემდეგ უკვე ეს ყველაფერი გაჟღერდა ოფიციალურ სესიაზე დელეგაციასთან. კონკრეტულად რა იკითხეს, უფრო ახლოს რომ მივიდეთ თემასთან, იგივე დევნილ ქალთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, რა პრობლემის შესახებ უამბეთ თქვენ და მათ მიერ დასმული კითხვის შინაარსი როგორი იყო? რა იკითხეს? იცით რა არის? ჯერთი მინდა თქვა, რომ არასამთავრობო სექტორს რამდენიმე ორგანიზაცია წარმოადგენდა თვითონ ამ პროცესებში და ჩვენ მოქმედებით კოორდინირებულად, მაქსიმალურად კოორდინირებულად, ამიტომ პირველი რაც იყო, აი ამ დახურულ შეხვედრაზე თითქმის ყველა ჯგუფმა, ვინც ვესწრებოდით, გავინაწილეთ გარკვეული თემები. ანუ ფაქტურად თითქმის ყველაფერი მოვიცავით, უბრალოდ განაწილებული გვქონდა ეს თემები. საწყის ეტაპისთვის ჩვენ დავაყენეთ ეს პრობლემები და უკვე შემდგომ კომიტეტის წევრებმა დასვეს კითხვები. ეს კითხვები სიმართლე გითხრათ, ჩემ დაგასაკვირად იყო უფრო ღრმა და ყოვლის მომცველი, ვიდრე დავუშვათ ჩვენ ვაყენებდით და ძალიან კარგად ჩანდა აქ ამ ადამიანების პროფესიონალიზმი, რომლებსაც წინედოთ ჩვენი ალტერნატიული ანგარიში, ძალიან კარგად ჰქონდათ შესწავლილი და ასევე ზოგადად კონტექსტი ქვეყნის ძალიან კარგად იციან. ერთ-ერთი აქტუალური თემა, რომელიც აი განსაკუთრებულად გამოიკვეთა, ეს იყო ასევე ეთნიკური უმცირესობების პრობლემა ქვეყანაში და ასევე იძულებითი და ნაადრევი ქორწინება. ასევე იყო რაღაც კითხვები დასმული, რომელზეც გავეცეთ პასუხი და რეალურად პრობლემა არის ქვეყანაში, მაგრამ იყო რაღაც კითხვები, მაგალითად, რომელზედაც ისე მწვავე პრობლემაა დაუშვათ არ არის ქვეყანაში, მაგალითად მრავალწოლიანობის პრობლემა, ხო? ეთნიკური უმცირესობების თემში, რადგან ჩვენ საუბრობდით ასევე თემში
იგივე ბანკის ისხეობა, იგივე ქვემო ქართლი, სადაც მუსულმანი მოსახლეობა ცხოვრობს. გარდა ამისა, ზოგადად პირობებზე იყო საუბარი, განსაკუთრებით ქალბატონი იყო კომიტეტის წევრი, რომელიც ძალიან იყო დაინტერესებული დევნილთა პრობლემებით, იგივე საზღვრისპირა ცხოვრებ მოსახლეობით და ასევე იმ პირობებით, რა პირობებშიც დევნილებს უწევთ ცხოვრება და რამდენად ის კანონები და სამოქმედო გეგმები არის მიღებული, რამდენად აისახება პრაქტიკაში. ასევე კითხვები ისმებოდა ინსტიტუციურ მექანიზმთან დაკავშირებით, ანუ ფაქტიურად გენდერულ პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ წამოვწიეთ და მიგვაჩნია, რომ აი ამის სრულყოფის გარეშე შეუძლებელია ეფექტურად განხორციელდეს კონკრეტულად რას გულისხმობთ ამ ინსტიტუციურ მექანიზმებში? დიახ, ანუ მარიამმაც ახსენა, რომ ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. ანუ გენდერულ პოლიტიკაში ზოგადად გულისხმობთ ჩვენ როგორც კანონმდებლობას, ამ მარეგულირებელ კანონმდებლობას გენდერულ თანასწორობის და ქალთა უფლებების, ასევე ინსტიტუციებს, ანუ იმ სტრუქტურებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან აი ამ ვალდებულებების შესრულებაზე. ჩვენს ქვეყანაში ესეთი ინსტიტუცია მდგრადი იგულისხმება, ანუ მუდმივ მოქმედი არის მხოლოდ პარლამენტში, გენდერული თანასწორობის საბჭო 12 კაციანი შემადგენლობით ადამიანი არის დაკომპლექტებული, სადაც პარლამენტის წევრები არიან მხოლოდ და აღმასრულებელ შტოში გვაქვს ძალიან სუსტი ეს მექანიზმი, ამიტომ ძალიან რთულია, რომ ვისაუბროთ ეფექტურ პოლიტიკის განხორციელებაზე. აი მაგალითად გეტყვით, რომ ძირითადი დოკუმენტი არის 2006 წელს მიღებული კონცეფცია გენდერული თანასწორობის, სადაც მთავრობამ თქვა, რომ პრიორიტეტი არის გენდერული თანასწორობა მისთვის 2010 წელს. სამოქმედო გეგმა იყო მიღებული გენდერული თანასწორობის, სადაც შემდგომ კიდე სხვა წლების სამოქმედო გეგმები, სადაც ძალიან დაწვრილებით არის გაწერილი პრიორიტეტები ქვეყნისთვის, დავუშვათ რა უნდა გაკეთდეს ჯანდაცვის, განათლების, პოლიტიკის კუთხით და აი ამ მიმართულებებს მიწერილი აქვს კონკრეტული სტრუქტურები, თუ ვინ უნდა შეასრულოს. და ეს სტრუქტურები ძირითადად არის აღმასრულებელი შტო და ამ შემთხვევაში ბოლო სამოქმედო გეგმაში გაჩნდა ადგილობრივი თვითმმართველობა. აი აქ უკვე ჩვენ გვაქვს ძალიან სუსტი მექანიზმი, იმიტომ რომ არ არის არც აღმასრულებელი შტო, ესეთი პასუხისმგებელი ინსტიტუცია და არც ბიუჯეტი არ არის გამოყოფილი აი ამის შესრულებით. თქვენ როგორ გასახებათ აი ამ ინსტიტუციური პრობლემის და ბარიერის გადალახვა, ანუ და შეიქმნას ამ აღმასრულებელ ორგანოებში, სამინისტროებში ან თვითმმართველ ორგანოებში სამსახური, რომელიც აი ამ გეგმით გაწერილი ღონისძიებების შესრულებაზე იქნება პასუხისმგებელი? დიახ, ან ჩვენ დიდი ხანია ვმუშაობთ ამ საკითხზე და მიგვაჩნია, რომ აღმასრულებელ შტოში აუცილებლად უნდა შეიქმნას და ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე სპეციალური უწყება ან ასე ვთქვათ, პასუხისმგებელი პირი ან მრჩეველი, საერთოდ უკეთესი იქნება თუ სამინისტრო შეიქმნება გენდერული თანასწორობის, მაგრამ დღესდღეობით ჩვენ ვფიქრობთ, რომ აი მრჩევლების ინსტიტუტი და ასევე საბჭოს მაგვარი ინსტიტუტები ადგილობრივ თვითმმართველობაში იქნებოდა ეფექტური მექანიზმი. ჩვენ თანამშრომლობთ მთავრობასთან ამ მიმართულებით და ჩვენი ინიციატივით დაინიშნენ მრჩევლები ადგილობრივ დონეზე 45 მუნიციპალიტეტში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან წინა გადადგმული ნაბიჯი, თუმცა არამდგრადი ინსტიტუცია არის ამ ეტაპზე. ამიტომ ჩვენ რასაც ახლა ვაკეთებთ, ეს არის ადგილობრივი კანონმდებლობის სიღრმისეული ანალიზი იმისათვის, რომ საკანონმდებლო დონემ მოაწესრიგოს ეს ინსტიტუციური სტრუქტურა და კარგად გაიწეროს ვინ რაზე არის და ვინ არის პასუხისმგებელი. აი საბჭო გენდერული, რომელიც პარლამენტში არსებობს, დღეს ფაქტიურად არის ყველაფერზე პასუხისმგებელი, მას არ აყავს შტატი, თანამშრომელი და გასაგებია, რომ ძალიან რთულია, რომ მან ეფექტურად შეასრულოს, იმიტომ რომ უწევს მონიტორინგის ჩატარებაც ამ თვალსაზრისით და ასე ვთქვათ, ჩართულია ყველა პროცესში. მარიამ, სავარაუდოდ, როცა თქვენ კომიტეტის წევრებს უამბეთ აი ამ ინსტიტუციური პრობლემების შესახებ, თქვენი გადაჭრის, თქვენეული ვერსიად შესთავაზეთ, თუ როგორ გესახებათ, თუ ქონდათ რაიმე კომენტარი, რომ აი ეფექტური იქნება თუ არა მსგავსი რამ, როცა აღმასრულებელ ორგანოში იქნება ცალკე სამსახური ან საერთოდ სამინისტრო გენდერული თანასწორობის შესახებ, რომელიც გრადი ინსტიტუცია იქნება და არადროებითი და უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ეფექტურად მოაგვარებს ამ პრობლემებს.
საერთოდ ზოგადად ეს რა თქმა უნდა გააზრებული აქვს ყველას არის მოთხოვნებში ხო ანუ ზოგადად დოკუმენტებში საერთაშორისო კონვენციებში ვალდებულებებში ყველგან არის ნათქვამი რომ ეს უნდა იყოს მუდმივი მოქმედი პერმანენტული დაფინანსებით და ასე შემდეგ უწყებები თუ ინსტიტუციები მექანიზმები რაც გვინდა ის დავარქვათ ანუ ეს ყოველთვის არის ნათქვამი როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ისე ნებისმიერი კვლევა რომ ავიღოთ რომელიც ამ მიმართულებით ჩატარებულა გასაგებია ეს მე უბრალოდ ეს საკითხი გავიგე ისე როგორც რაღაცა ახალი კომიტეტის წევრებისთვის ანუ შეთავაზ პრობლემის განაჩენის გზა ან მათთვის ცნობილი იყო იმიტომ რომ მათ სავე რეკომენდაციებში ხშირად არის ხოლმე ხო ნახსენები რომ ეს ცალკე ვალდებულება და უბრალოდ ანუ ჩვენ ახლა შეზღუდული დრო გქონდა შემდეგ მართალია 5 საათი გრძელდებოდა უკვე დელეგაციასთან დიალოგი მაგრამ ესეც ძალიან შეზღუდული იყო იმიტომ რომ ძალიან ბევრი კითხვა დაისვა და უბრალოდ მიდიოდა კითხვა-პასუხის რეჟიმში კომუნიკაცია და არა რეკომენდაციების გაცემა. თუმცა იყო კონკრეტული წევრი ამ კომიტეტის, რომელიც არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ დაიწეროს საბოლოო რეკომენდაციები. და ჩვენ ველოდებით, რა თქმა უნდა, როდის დაიდება ეს რეკომენდაციები და უკვე იქ იქნება ყველაფერი. რეალურად ჩვენგან რეკომენდაციები ჩანდა კიდეც იმ პრობლემებში და გამოწვევებში, რომელიც დავსახეთ, თუმცა ესე პირდაპირ, რა თქმა უნდა, არ ვთქვით, იმიტომ რომ ეს ჯერთისაც გასაგებია და კომიტეტის წევრების ესე იგი როლი და მათი კომპეტენცია ზუსტად ეს არის, რომ ისინი თვითონ ძალიან კარგად განსაზღვრავენ შემდეგ ამ რეკომენდაციებს და ჩვენც ველოდებით. აი ამ კონვენციას რომელიც ქალთან მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხრის შესახებ არის, როგორც თქვენ ახსენეთ ქალბატონო ელენე 1994 წელს მოაწერა საქართველოს მხელი. მას შემდეგ ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ქვეყანა ვალდებულია რომ წარადგინოს ანგარიში შესაბამისით როგორ ასრულებს კონვენციით აღებულ ვალდებულებებს. ეს ასე იყო ყოველთვის 4 წელიწადში ერთხელ წარადგენდა ქვეყანა. ეს არის მესამე ანგარიში და ფაქტიურად გაერთიანებული ბოლო 2 ანგარიში წარდგენა მოხდა. ეხლა რა მიზეზებით იყო ეს ზუსტად ვერ გეტყვით, თუმცა სავარაუდოდ ჩვენი ვარაუდი არის ის, რომ სახელმწიფომ დააგვიანა გაგზავნა ანგარიშის, ბოლო ანგარიშის და შემდგომ თავისთავად გადაიწია და კომიტეტი როდის ჩანიშნავდა ზუსტად არ ვიცით. პროცედურა არის ესეთი, რომ მას შემდეგ რაც ანგარიშს აგზავნის სახელმწიფო და ჩაინიშნება განხილვა ოფიციალური 2 კვირით ადრე აგზავნის არასამთავრობო ორგანიზაცია. და მინდა დაუბრუნდეთ თქვენს კითხვას მარიამთან, ანუ თუ მოგცათ რეკომენდაცია კომიტეტმა აქ უფრო აქცენტი იყო პრობლემის დასმაზე და ამის გამოკვეთაზე. რასაკვირველია კომიტეტმა ყველაზე კარგად იცის, კომიტეტის წევრებმა ყველაზე კარგად იციან ამ პრობლემის გადაჭრის გზები და ამიტომ უკვე აი მწვავე დისკუსიაში რომელიცაც მეორე დღეს მოყვა ეს მწვავე დისკუსია უკვე მთავრობასთან გამოიკვეთა ის რაც დაუშვათ ჩვენ გვაწუხებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს და დაყენებული საკითხები როგორ გააჟღერა კომიტეტმა. და ფაქტიურად ეს არის კიდევ კარგი მექანიზმი ჩვენთვის არასამთავრობო ორგანიზაციისთვის და ქვეყნისთვის აი ჩვენი საკითხების ლობირების საერთაშორისო დონეზე. სამთავრობო ანგარიშზე მინდა რომ ახლა გადავიდეთ რომ თქვენთან შეხვედრის მეორე დღეს დელეგაცია როგორც თქვენ ახსენეთ 30 კაციანი დელეგაცია იყო ქვეყნიდან წასული ამ კომიტეტზე მონაწილეობის მისაღებად. როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ? სამთავრობო ანგარიშზე პირველ რიგში დელეგაციაზე ძალიან პოზიტიურად ვაფასებ იმ თვალსაზრისით რომ პრინციპში ესეთი ვალდებულება არ ქონდათ რომ ჩვენი ანგარიშის წარდგენის დროს დასწრებოდა მთელი დელეგაცია და როდესაც ჩვენ ვაკეთებდით ამ 10 წუთიანი ანგარიში გვქონდა სრული შემადგენლობით მოვიდა წინა დღეს ჩვენი სამთავრობო დელეგაცია და დაესწრო და მოგვისმინა რაც თავისთავად მე ვფიქრობ რომ გარკვეული პასუხისგებლობას აჩვენებს. რაც შეეხება თვითონ მეორე დღეს ქალბატონმა მანანამ წარადგინა ანგარიში, რომელიც იყო საკმაოდ კარგი ანგარიში, ანუ წარმომადგენლობითი, უბრალოდ უფრო მეტი რასაკვირველია ისაუბრა იმ პროგრესზე, რა პროგრესიც დაუშვათ ქვეყანაში ამ მიმართულებით არის. თუმცა კითხვები იყო მწვავე და გამოიკვეთა იქ მაგალითად
საკითხები, რაზეც უფრო უჭირდა მთავრობას რომ გაეცა პასუხი და მაგალითად იგივე ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობაზე, იმიტომ რომ ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობაზე კომიტეტმა მე რამდენჯერმე მისცა სახელმწიფოს რეკომენდაცია, რომ უნდა გატარდეს სპეციალური ზომები იმისთვის, რომ შეიცვალოს ეს სურათი. ჩვენმა დელეგაციამ უპასუხა, რომ 11% არის ქალი პარლამენტში და არც თუ ისე პატარა ციფრი არის და ასე ვთქვათ მოიხილა ეს მდგომარეობა ქვეყანაში რაც ხდება, თუმცა ამაზე კომიტეტმა ძალიან კაფიოდ უთხრა ჩვენს დელეგაციას, რომ არათუ საკმარისი ეს არის არადამაკმაყოფილებელი ქვეყნისთვის. ანუ იყო მომენტები, როდესაც კითხვაზე პასუხი იყო ზოგადი და შემდგომ დელეგაცია ამას ასე ვთქვათ ანალიზს უკეთებდა, რომ არ მიიღო პასუხი. თუმცა საერთო ჯამში ძალიან მობილიზებული და იყო ჩვენი წარმომადგენლობა ოფიციალური და ცდილობდნენ რომ გაეცათ პასუხი. გასაკურით არის სამთავრობო ანგარიში ალბათ ძირითადად მიღწევებზე იქნებოდა აგებული და ისინი ისე უბრალოდ იმ პროგრესზე, რაც ქვეყანაში ამ კუთხით არის, მაგრამ ალბათ ამ შეხვედრაზე ასევე დაისვა კითხვები, რომ აი იგივე ქალთა პოლიტიკური მონაწილეობასთან მიმართებაში თუ წარმოადგინა საქართველოს მთავრობის წარმომადგენელმა თამეთი ხედვა, რომ მომავალში თქვენ როგორც თქვით, მათ მიიღეს ესეთი უკუგება, რომ ეს 11% არა თუ კარგი ან საშუალოდ კარგი დამაკმაყოფილებელიც კი არის. ამის შემდეგ თუ წარმოადგინა ქალთა მანა კობახიძემ იგივე თავის ხედვა, რომ როგორ აპირებენ ქალთა მონაწილეობის გაზრდას პოლიტიკაში და რა მექანიზმებით ფიქრობენ ამ პრობლემის. შეკითხვა, იმიტომ რომ ეს იყო ერთ-ერთი მწვავე შეკითხვა იმ თვალსაზრისით, რომ კომიტეტის წევრი ძალიან კაფიოდ სთხოვდა, რომ კონკრეტული პასუხი გაეცა თუ რას აპირებს ქვეყანა, იმიტომ რომ ერთ-ერთი რეკომენდაცია არის დროებითი ზომების, ეგრეთ წოდებული კვოტების ლობირება და რას აპირებს სახელმწიფო ამ კუთხით. თუმცა ამაზე კაპლან ვერ გასცემდა ზუსტ კონკრეტულ პასუხს იმ თვალსაზრისით, რომ ეს გარემო რაც აქ არსებობს, მათ შორის სახელმწიფო სტრუქტურებში და პარლამენტში არაერთგვაროვანია და მას არ აქვს იმედი, რომ აი ამ თემას დაუჭერს მხარს დაუშვათ უმრავლესობა პარლამენტის წევრების. ამიტომ პასუხი იყო ესეთი, რომ იგივე საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩა 2 წელი და ყველაფერს გააკეთებს მთავრობა იმისთვის, რომ ეს მდგომარეობა გამოსწორდეს, მაგრამ დაუშვათ კონკრეტული პასუხი, რომ სახელმწიფო მიიღებს დროებით ზომებს და ამას გააკეთებს, ესეთი პასუხი ამ ეტაპზე არ ყოფილა. მაგალითად, ხომ არ ყოფილა აქტუალური ქალთა მიმართ ძალადობის თემა ამ შეხვედრაზე, იმიტომ რომ რადგან ჩვენ ქვეყნის შიგნით ხა ეს საკითხი არის ძალიან მწვავე და ძალიან მტკივნეული, იმიტომ რომ აი ბოლო 2 დღის წინაც იყო ეს ძალიან ტრაგიკული შემთხვევა, რაც ახალქალაქში ეჭვიანობის ნიადაგზე მამაკაცმა პატარა ბავშვი და ბებია მოკლა. ანუ შესაძლოა ეს საკითხი აი იმის გამო, რომ სწორედ ახლა ამ ქვეყანაში ძალიან მტკივნეულია, კომიტეტის წევრებისთვისაც იყო დამატებითი საბაბი, რომ ამ მიმართულებით ქვეყნის წარმომადგენლებისთვის ეკითხა თუ რას გეგმავენ, თუ აქვთ რამე გეგმების ამომავალთ. იყო ამ კუთხით კითხვა დასმული, ან რა ისაუბრეს მთავრობის წარმომადგენლებმა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ვიცით, რომ გვაქვს კანონი, მაგრამ ეს კანონი რატომღაც ესეთი გვერდიდან რომ უყურებთ ბოლომდე ქმედითიც არ ჩანს რომ ზოგადად რასაკვირველია ძალადობა იყო ერთ-ერთი მიმართულება საუბრის, მაგრამ აქ გამოკვეთილად იყო შეკითხვებიც დასმული და ჩვენც დავსვით ქალთა მკვლელობების თემასთან დაკავშირებით, ეგრეთ წოდებული ფემისაიდთან და იმ მოვლენებთან, რაც ბოლო პერიოდში საზოგადოებისთვის უფრო ხშირად საზოგადოებაში უფრო ხშირად ისმის. ანუ ჩვენ ვერ ვისაუბრეთ იმაზე ახლა, რომ ქალთა მკვლელობები მკვეთრად გაიზარდა და ასე შემდეგ, იმიტომ რომ სტატისტიკა ყოველწლიური სტატისტიკა არ გვიჩვენებს ამას, რომ დაუშვათ წინა წელს ამდენი იყო და წელს ამდენით გაიზარდა, ეს მერყეობს ეს მონაცემი. თუმცა ის, რომ რამდენიმე თვეში ასეთი რაოდენობის მკვლელობაა, შეიძლება მოხდეს ისე, რომ წლის ბოლოს ძალიან მაღალი მაჩვენებელი დაიდოს, ციფრი დაიდოს. გარდა ამისა, არის იმის პრობლემა, რომ ჩვენ არ გვაქვს ეს სტატისტიკა ოფიციალური შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ძირითადად ჩვენ ვეყრდნობით მედიის ინფორმაციას და ერთ-ერთი პრობლემა არის და რასაკვირველია სახელმწიფომ მიიღო ამაზეც შეკითხვები, ის რომ იგივე ინფორმაციის გამოთხოვება ამ ბოლო ხანებში არ ხდება, გამოთხოვების შედეგად არ ხდება ოფიციალური პასუხის მიღება. მაგალითად ჩვენმა ორგანიზაციამ რამდენჯერმე მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს და ვერ ვღებულობთ გარკვეულ საკითხებზე ინფორმაციას ითხოვთ იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ან სხვა ინფორმაციას, მაგალითად 2011 წლამდე იყო სეგრეგირებული ჩაშლილი მონაცემები
ოჯახში ძალადობის მსხვერპლების და ტიპები, ძალადობის ფორმების ოფიციალურ შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე. ამ ეტაპისთვის ეს ინფორმაცია არ დევს. ჩვენ ვაწარმოებთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მოლაპარაკებას და შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოგვიწვია არასამთავრობო ორგანიზაციები და გქონდა ამაზე დისკუსია, ასევე გქონდა დისკუსია ამ ქალთა მკვლელობების საკითხებზე და რადგან საზოგადოებაში არის ესეთი მოსაზრება, რომ ვინ არიან ეს მკვლელები, არიან ახლად გამოშვებული და უშუალოდ ციხიდან ადამიანები თუ ვინ არიან, ჩვენ შევთავაზეთ, რომ სამინისტრომ უნდა გააკეთოს ანალიტიკურმა სამსახურმა, უნდა გააკეთოს შეფასება და დაგვიდოს, რომ დაუშვათ თუ ეს არ არის ასე, ვინ არიან ეს ადამიანები, რომ ჩვენ ასე ვთქვათ, გვქონდეს ანალიზის საშუალება. ამიტომ რეალურად ეს ქალთა მკვლელობების საკითხი, როგორც ერთ-ერთი მწვავე საკითხი დაისვა. ასევე დაისვა საკითხი იგივე სერვისებთან დაკავშირებით, თუ რა სერვისები არსებობს ქვეყანაში და არის თუ არა საკმარისი მაგალითად თავშესაფრების რაოდენობა, ასევე არის თუ არა ეს სერვისები ხელმისაწვდომი მოწყვლად ჯგუფებისთვის, მაგალითად ისეთი როგორც ფსიქიურად დაავადებული ადამიანებისთვის, ნარკოდამოკიდებულებისთვის და სხვა ჯგუფებისთვის, რაც პრობლემად დაინახა კომიტეტმა და ჩვენც ასე ვხედავთ და ასევე პრობლემას ვხედავთ და დაისვა შეკითხვა უწყებათაშორისო თანამშრომლობაზე. რამდენად ეფექტურია უწყებათაშორისო თანამშრომლობა აი ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ჩვენი აზრით ყველაზე ნაკლები ჩვენ ვხედავთ ამაში პრობლემას დღეს უწყებათაშორისო თანამშრომლობას და ამიტომ ასე მარტივად არ არის საქმე. და თუნდაც ის რომ სტატისტიკა არ გვაქვს. შეიძლება უფრო მეტია სტატისტიკა და არა მარტო დაუშვათ რასაც მედია გვეუბნება. თან ფაქტი არის რომ ის რაც ახლა ხდება ჩვენს მედიაში არ არის ჯანსაღი იმ თვალსაზრისით რომ მნიშვნელოვანია რომ მედია მას აშუქებს ეს მიუთითებს იმას რომ სენსიტივობა მედიის ამ თემის მიმართ გაზრდილი არის მაგრამ მეორეს მხრივ არანაირი ანალიზი შემდგომ არ ხდება თუ რა მოუვიდა რა მოხდა როგორ დაისაჯა დამნაშავე და რა რეაგირება მოახდინა სახელმწიფომ ამაზე თავისთავად ვინმე პოტენციური მოძალადე ამ ყველაფერს რო უყურებდეს დაუსჯელობის სინდრომი იქნება ქვეყანაში და ეს რაოდენობა სტატისტიკა გაიზრდება თუ არ შეიცვლება ეს პოლიტიკა ფაქტიურად საინფორმაციო პოლიტიკაზეა საუბარი. გასაგებია. აი თუ შეიძლება ყველაზე ის დრითი იწონებდა თავ საქართველოს მარიან თქვენთან მექნება კითხვა აი მიღწევებზე ისაუბრესო და აი ყველაზე ისეთი თვალსაჩინო რა იყო რაზეც თქვენ თვლით რომ შევა მიღწევად ჩაეთოლოს ახალ ხელისუფლებას და მათაც ალბათ ძალიან ისეთი რიხიანად გააკეთეს ამაზე აქცენტი რომ აი ეს შევცვალეთ აი ეს გავაუმჯობეს რა იყო ასეთი თემები. ალბათ გამომდინარე ქრონოლოგიიდანაც იქიდან გამომდინარე ბოლოს ესეთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო გახმაურებული ბევრი დისკუსია გამოიწვია ქვეყანაში, სხვადასხვა მოსაზრებები აქვთ მოქალაქეებს ხელისუფლებაში არის დაპირისპირება, ხო? დაპირისპირება, ანუ არ არის სრული თანხმობა ამ საკითხთან დაკავშირებით და სხვადასხვა აზრი აქვთ ადამიანებს, ეს ხო ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც, ანუ რა თქმა უნდა, ხელისუფლების წარმომადგენლების აზრით იყო ძალიან დიდი მიღწევა რომ ეს კანონი გავიდა პარლამენტში და მიღებულ იქნა. მართალია შემდეგ უკვე დაისვა კითხვები კომიტეტის წევრების მხრიდან აღსრულების მექანიზმებთან დაკავშირებით. რაც ყველაზე ეხლა უკვე მიღების შემდეგ განხილვადი საკითხი, იმიტომ რომ რეალურად კანონი კარგია, მაგრამ რა მექანიზმს გვაძლევს, რომ რეალურად ესე იგი განსხვავებული იყოს იმისგან, რაც მანამდე იყო, ანუ ომბუდსმენის რეკომენდაციები, ეს კითხვა რა თქმა უნდა დაისვა. თუმცა მაინც ესე იგი ხელისუფლების მხრიდან ეს იყო როგორც კარგი მიღწევა, ესე გამოტანილი. ხოლთ ანტიდისკრიმინაციული კანონი იყო, რაც პრინციპში ყველა თემის მიმართ სახელმწიფოს აქვს გარკვეული სათქმელი, რაც შეიძლება პოზიტიურად შეაფასოს, მაგრამ ეს დისკრიმინაციის კანონი ძალიან მკაფიოდ იყო და განსაკუთრებით ხაზი გაესვა კომიტეტის მხრიდან, მაგალითად, იქიდან გამომდინარე, რომ ომბუდსმენის პასუხისგებლობაში არის აღსრულების მექანიზმი, თუ რა რესურსები აქვს ომბუდსმენს, ამისი ფინანსური და ადამიანური რესურსები, ან როგორც გამოწვევა დაინახა კომიტეტმა ამას. თუმცა სახელმწიფო საუბრობდა როგორც წარმატებას ერთის მხრივ კანონმდებლობის თვალსაზრისით, იგივე
სამოქმედო გეგმა, რომელიც მიღებული აქვს გენდერული თანასწორობის და 2014-16 წლების, ასევე გაეროს უშიშროების საბჭოს 1325 რეზოლუციას, ასევე ბევრი საკითხი გაჟღერდა სამინისტროს უწყებების უკვე პასუხებში, პასუხის ხშირ შემთხვევაში აი კონკრეტული პასუხის ნაცვლად შეიძლება პასუხები ჟღერდა მათ გამოსვლებში, მაგრამ უფრო ხშირად მიდიოდნენ ასე ვთქვათ, ზოგად წარმატებებზე და თუ რა გააკეთეს ამ მიმართულებით სამინისტროებმა. მათ შორის შრომის კოდექსზე ისაუბრეს როგორც წარმატება და დეკრეტული შვებულებების დღეების და ანაზღაურების გაზრდა და სხვა, თუმცა ისევ და ისევ კომიტეტი უბრუნდებოდა აი ამ პოზიტივს, უბრუნებდა კითხვით, რომ არის თუ არა ეს დაუშვათ საკმარისი და რატომ სიღრმეებში შედიოდა და უფრო აქცენტი ჰქონდა იმაზე, რომ სიდო კონვენცია არ არის მხოლოდ ის დოკუმენტი, რომელიც უნდა ეყრდნობოდეს ქვეყანაში გენდერული პოლიტიკის, ანუ იურიდიული სივრცის, ასე ვთქვათ, სამართლებრივი სივრცის გაუმჯობესებას, არამედ ეს არის დოკუმენტი, რომლის საფუძველზე უნდა დე-ფაქტო გაუმჯობესდეს ქალთა მდგომარეობა და აი აქ უკვე დე-ფაქტო სიტუაციას, როდესაც ვეხებით, უფრო რთული მდგომარეობა გვაქვს. აი თუ ითქვა მთავრობის წევრების მხრიდან, თუ აი რას აპირებენ იქამდე ვიდრე ეს მომავალი საანგარიშო პერიოდი დადგება, სიდო კონვენციის ვალდებულების, ანუ იმ ვალდებულების ფარგლებშიც აღებული აქვს შესრულებას, აი რა სულ მინიმუმ რა შესრულდება კიდე, ანუ რამდენ ნაბიჯს გადადგავს ქვეყანა იმისკენ, რომ უფრო მიუახლოვდეს კონვენციით აღებული ვალდებულების იმპლემენტაციას. იცით რა არის, ყველა სამინისტრო თავისთავად პირდებოდა რაღაცას, რომ გააკეთებდა, მაგრამ ხა რეალურად ხა ცოტა ადრეა მაგაზე საუბარი, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ნახოთ და წავიკითხოთ თუ რა რეკომენდაციებს დადებს სიდო კომიტეტი. და მე გამოჩნდება კარგად თუ რამდენად ხელეწიფება სახელმწიფოს ამის გაკეთება და რამდენად იქნება ამაზე პოლიტიკური ნება და შესაძლებლობები, იმიტომ რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რეალურ პოლიტიკურ ნებას ქვეყანაში, იმიტომ რომ ყველაფერი ბევრი საკითხი არის დაკავშირებული ბიუჯეტთან, შესრულება, პასუხისგებლობების და ხშირ შემთხვევაში, როდესაც იწყება ფულზე საუბარი, რომ ამას სჭირდება ფული და ბიუჯეტის გამოყოფა, აი აქ უკვე მთავრობა იხევს უკან. ამიტომ ვფიქრობ, რომ ერთი რაც იყო ძალიან დადებითი, რომ აი ეს წარმომადგენლობითი ბევრი მითქმა-მოთქმა იყო, ანუ რამდენად კარგი იყო, რამდენი წავიდა ადამიანი და სახელმწიფო ბიუჯეტიდან იხარჯება ფული და ასე შემდეგ, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, თუნდაც გადაწყვეტილების მიღებების ცნობიერების, გაზრდის თვალსაზრისით იმ ვალდებულებების და პასუხისგებლობების, რაც ქვეყანას აქვს. იმდენად სტრესულ მდგომარეობაში ვარდება ადამიანი ამ სიტუაციაში, როდესაც აი ძალიან კარგად ჩანდა, რომ კითხვა კომიტეტის წევრის არ იყო კითხვა კითხვისთვის. ეს იყო ძალიან სიღრმისეულად შესწავლილი საკითხი და აქ უბრალოდ დაწერილ პასუხს ვერ წაიკითხავთ. აქ ჭირდება უცებრო, უნდა კარგად იცოდე ეს თემა, რომ უცებო პასუხი, რომ მე ვფიქრობ, რომ თუ ეს დაინახა სახელმწიფომ და აუცილებლად ამას დაინახავ და შემდეგი ანგარიში იქნება უკეთესი ჩვენ აი თვითონ ეს პროცესი კიდე ეფექტური იქნება უფრო მეტად. და რადგან ჩვენი გადაცემა უკვე დასასრულს უახლოვდება, აი ბოლო კითხვა მაქვს ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით, აი იგივე კონვენციის ფარგლებში რა მოლოდინი გაქვთ თქვენ, რა თქვენი რეკომენდაციაც როგორ გამოიყურება, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, ოჯახში ძალადობის საკითხი უფრო ეფექტურად მოგვარდეს როგორც საკანონმდებლო, ისე ცნობიერების და სხვადასხვა მიმართულებით, ხო? აი თუ იცით საერთოდ რა გეგმები აქვს სახელმწიფოს და თქვენ რა რეკომენდაციები გაქვთ, რომ ამ კუთხით ვითარება უფრო გაუმჯობესდეს. დიახ, ანუ ფაქტიურად მეტაკლებად ვიცით რა საკვირველია, იმიტომ რომ მუშაობენ კონკრეტულ რაღაც ცვლილებებზე. ეს ცვლილება ეყრდნობა ადამიანის უფლებათა სტრატეგიას და ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმას, რომელიც ახალი შეიმუშავა ქვეყანამ. აი ამ ადამიანის უფლებების სამოქმედო გეგმის ფარგლებში ერთ-ერთი მიზანი არის გენდერული თანასწორობა და რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი არის პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში იქნება, ასე ვთქვათ, შეიქმნება სტრუქტურა, რომელიც პასუხისგებელი იქნება ადამიანის უფლებების შესრულებაზე და მათ შორის ქალთა უფლებების და აქ გაჩნდება გენდერული თანასწორობის რაღაცა უწყება. ეს არ ვიცი, ვფიქრობ, რომ კარგია, რომ ასეთ დონეზე განიხილება, მაგრამ ცოტა რთული წარმოსადგენია
აი ახლა ჩვენთვის არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის და რაც უნდა გააკეთოს მთავრობამ და რაც არის მნიშვნელოვანი, ეს არის პრევენციისთვის უფრო მეტი რესურსების დახარჯვა, იმიტომ რომ პრევენციისთვის დახარჯული რესურსები უფრო ეფექტურია, ვიდრე შემდგომ რეაბილიტაციისთვის, უფრო ნაკლები ხარჯება საბოლოო ჯამში და მეორე რაც უშუალოდ სიდო კომიტეტს შეეხება, სიდო კომიტეტს აქვს ეროვნული კანონმდებლობაზე უფრო მაღალი ძალა, სამწუხაროდ ჩვენი კანონმდებლები, იურისტები, მოსამართლეები საერთოდ არ იყენებენ ამ კონვენციას და მოუწოდებთ და იმედია, რომ სახელმწიფო იზრუნებს ამაზე, რომ ცნობიერება ამაღლდეს იმდენად, რომ თუნდაც ამ პროცესებში სიდო კონვენცია როგორც მექანიზმი და ეს არის შესაძლებელი გამოყენებულ იქნას. ამაზე რასაკვირველია კომიტეტს ჰქონდა შენიშვნა. ძალიან კარგი იმედია ეს რეკომენდაციები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, სიღრმისეული და მნიშვნელოვნად დაეხმარება როგორც ხელისუფლებას, ისე არასამთავრობო სექტორს, რომ ქალთაუფლებების სფეროში ეს მნიშვნელოვანი საკითხების ადვოკატირება მოახდინოს და შემდგომგან გადაწყვეტა. თავი ადამიანებს დავეხმაროთ. თავი ადამიანებს დავეხმაროთ. თქვენ უსმენთ გადაცემას გენდერი და საზოგადოება, ჩვენი სტუმრები იყვნენ ქალთა საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლები, ხელმძღვანელი ელენე რუსეცკაია და მარიამ როფიტაშვილი. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. თქვენ უსმენთ გადაცემას გენდერი და საზოგადოება, გადაცემა მზადდება პროექტის თემთა მობილიზება ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრისთვის ფარგლებში. მადლობთ.